დღევანდელი ჩვენი ეპიზოდის მთავარ გმირს საზღვრები არ აქვს. აბა თუ მიხვდები რა არის. გამარჯობა სუფრის კოზელებო, კიდევ ერთხელ დაგიბრუნდით აგარაკიდან და დღეს გავაკეთებთ იმ კერძს, რომელიც ყველა ადამიანს უყვარს. არსებობს ყველანაირი და ყველას გემონებას შეუძლია რომ მოერგოს. და დღეს გავაკეთებთ არაჩვეულებრივ სენდვიჩებს. ხშირად ყველას გონია ხოლმე რომ სენდვიჩი სწრაფი და მარტივი წასახებსებელია, მაგრამ დღეს დავამტკიცებთ ამის საწინააღმდეგოს და განახებთ თუ როგორ შეიძლება შეიქმნას სენდვიჩი რესტორნის დონის. რომელშიც მე დამეხმარება რა თქმა უნდა კამპო ფრიო, რომელიც რა თქმა უნდა შევიძინე ნიკორა სუპერმარკეტში და საკმაოდ დიდი ასორტიმენტით არიან წარმოდგენილები. ამიტომ კამპო ფრიო დღევანდელ ჩვენს ეპიზოდს შეძენს ხალის. დღეს გამოვიყენებთ რამოდენიმე სახის ხორცს პროდუქტს, სალამის, ჩორიზოს, სალსიჩონს და ასევე ძროხის და ცალკე ინდაურის მორტადელას. კამპო ფრიოს ხორცს პროდუქტების გარდა, რა თქმა უნდა მექნება სხვა დამხმარე პროდუქტები, რომელსაც სენდვიჩთან ერთად გაგიზიარებთ. პირველ რიგში პირველი სენდვიჩი, რომელსაც გავაკეთებთ, იქნება, ასე ვთქვათ, ფლორენციული ინსპირაციით, რადგან ეს ფლორენციაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სენდვიჩია, რომელიც კეთდება მორტადელათი და სტრაჩატელათი და მე პატარა ცვლილებებს შევიტან, ცოტა გავაქართულებ, გავაიაფებ და განახებ თუ როგორ შეგვიძლია მომამზადოთ სახლში ქართული სტრაჩატელა. ვფიქრობ ძალიან კარგი ხრიკი იქნება. თუმცა დავიწყოთ. რუკოლა, წითელი ბაზილიკი, ანუ რეჰანი, პომიდორი, საქონლის მორტადელა, კამპო ფრიოსი, სულგუნის ჩხირები, პესტო, თქვენი საყვარელი ბრენდის ან თქვენი გაკეთებული, თხილი ან ფისტა. და რა თქმა უნდა პური. ამ შემთხვევაში ვეხმარობ ჩაბატას, მაგრამ შეგიძლიათ ეხმაროთ ფოკაჩა. პირველ რიგში გავაკეთოთ სტრაჩატელის იმიტაცია. ავიღოთ სულგუნის ჩხირები და აი ესე დავძენძოთ და ჩავუშვათ ცოტა ნაღები. ეს კარგად ამოურიოთ ახლა. და მზად არის ჩვენი ქართულ მოტივებზე გაკეთებული სტრაჩატელა. რომელიც ახლა ცოტა ხანად დავასვენოთ, რომ კარგად შეიწოვოს ეს ნაღები და შემდეგ ვიხმაროთ სენდვიჩში. ახლა ავიღოთ პური, მოვაჭროთ ბოლოები და გავჭრათ შუაზე და გავხუხოთ. ამასობაში გავამზადოთ პომიდორიც. და შეგვიძლია დავიწყოთ აწყობაც. ავიღოთ გახუხული პური, ავიღოთ პესტო, ბევრი. ასევე წავუშვათ მეორე მხარეზეც. გავიღოთ პომიდორი, 1 ნაჭერი, 2 ნაჭერი და პომიდორზე ყოველთვის ვაყრით მარილს, რომ 10 ჯერ უფრო გემრიელი გახდეს. ვადებთ ჩვენს გამზადებულ სტრაჩატელას. ვადებთ კამპო ფრიოს მორტადელას, ნაკეციანი უნდა იყოს, რომ სიმაღლეში წავიდეს და არ დაიტყეპნოს. ზემოდან დავადოთ ცოტა რუკოლა, ცოტა რეჰანი, ანუ წითელი ბაზილიკი. დავადოთ თავზე მეორე პური. აი ესეც ჩვენი სენდვიჩი. ჩვენი პირველი სენდვიჩი, რომელიც გამოიყურება შესანიშნავად, რომელსაც ჩემი ცოლი ხა კადრს მიღა და აგემონებს. ძალიან მაგარია. ნაის ფლორენცია ხალხო, მოით ჩოჩეჩი. გაჭვენთ ამას. ძალიან გემრიელი სენდვიჩი გამოგვივიდა და ეს ერთი მხრივ არის კამპო ფრიოს მორტადელას დამსახურება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან დაბალანსებული გემოები აქვს. და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ეს არის ჩემი დამსახურება, რადგან კარგი ინგრედიენტების შეხამება არის სენდვიჩის მთელი ფილოსოფია. და მეც ავიღე კარგი ინგრედიენტები, შევახამე გემრიელად და გამოვიდა უგემრიელი სენდვიჩი, რომელიც თქვენ შეგიძლიათ რომ ავზადოთ სახლში და ეს ხორცს პროდუქტები შეიძინოთ ნიკორა სუპერმარკეტში. ეხლა კი გადავიდეთ სენდვიჩ ნომერ 2-ზე. და სანამ მეორე სენდვიჩზე გადავალთ, მე გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და დალაიქოთ ეს ვიდეო თუ აქამდე მოგწონთ რასაც ვაკეთებთ და თუ ეხლა უყურებთ პირველად და პირველად გაიცანეთ სუფრის კოზი, გთხოვთ გადახვიდეთ ჩემს წინა ვიდეოებზე და უყუროთ რა გემრიელებები გვაქვს გაკეთებული. ამიტომ თუ გამოიწერთ და დამეხმარებით რომ გავზარდოთ ჩემი არხი, ძალიან გამიხარდება. ეხლა კი მეორე სენდვიჩისთვის დაგჭირდებათ. კამპო ფრიოს ჩორიზო, ასევე კამპო ფრიოს სალჩიჩონი, ასევე წითელი ბულგარული წიწაკა, რომელიც არის ყველის შიგთავსით, რომელიც ასევე შევიძინე ნიკორა სუპერმარკეტში. მობრაწული კარამელიზირებული ხახვი და ეს სიტკბო ძალიან პიკანტურ გემოს მიცემს ჩვენს სენდვიჩს და ასევე ვიხმართ ბაგეტს. შეგიძლიათ ჩაბატას იხმაროთ ან ფოკაჩა ნებისმიერ რამე რა. მე გირჩევთ რომ პარინისებრი რაღაც გავაკეთოთ და გავაკეთოთ ბაგეტით. ავიღოთ პური და ისე მოვაჭრათ ნახევრები, ისე მოვაჭრათ. ავიღოთ პური და ისე მოვაჭრათ თავები და გავჭრათ შუაზე. მაგრამ ბოლომდე არა.
ეხლა კი გასწავლეთ ერთ ხრიკს, როცა მუშაობთ ჩორიზოსთან და სალჩიჩონთან ერთად. ჩორიზოს და სალჩიჩონს, როგორც ხედავთ, აქ საკმაოდ დიდი ცხიმის ნაჭრები შიგნით მოყოლებული. და ეს ნიშნავს, რომ ეს ცხიმის ნაჭრები შიგნით ძალიან დიდ არომატს ინახავს. ამიტომ როგორ უნდა გავანთავისუფლოთ და გამოვანთავისუფლოთ ტყვევიდან ეს არომატები. დავადოთ პურს გახუხვისას, გადნება, პურში შეიწოვება და ბევრად უფრო გემრიელი იქნება ჩვენი ჩორიზო და სალჩიჩონი. დაიმახსოვრეთ. დავადოთ ჩორიზო, სალჩიჩონი, ჩორიზო, სალჩიჩონი, ჩორიზო, სალჩიჩონი, ჩორიზო, სალჩიჩონი. ცოტა მეტი. ჩორიზო, სალჩიჩონი, ჩორიზო, სალჩიჩონი. ეს სახლში ვარ და მაგიტომ რამდენი ზღვინებდნენ დავადოთ. და გავუშვათ ახლა ეს პური გასახუხად. დავადოთ ყველი შიგთავსიანი ტკბილი წაკები. ისე კარგად გადაუსვათ. ასევე დავადოთ რუკოლა და ჩვენი მანამდე კარამელიზირებული ხრაშუნა ხახვი. დავაფაროთ თავზე და ეხლა რა თქმა უნდა ავჭრათ. და აი ესეც ჩვენი ჩორიზოს ტკბილი მოცხარო სენდვიჩი. ესა ჩვენი სენდვიჩი, ეხლა გავსინჯოთ და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ჩემი საყვარელი სენდვიჩი დღესაც გავაკეთე. თუ რა პირველად გავაკეთე მეც. ეს კარამელიზირებული და მობრაწული ხახვი. ეს ბულგარული, რომელიც წავს ზემოდან ისეთი გემრიელი არის. ეს ჩორიზოს პაპრიკას დაარტყმელი ბალანსირებული გემო ძალიან ასწორებს. მე ჩემი ცოლიც მოდის. ძალიან კაია. სანამ მესამე სენდვიჩზე გადავართ, გეტყვით პატარა ინფორმაციას კამპოფრიოზე. კამპოფრიო არის ესპანური გასტრონომიის სიმბოლო, რომელიც უკვე მრავალი წელია აწარმოებს ხორცპროდუქტებს. და კამპოფრიოს აქვს დიეტური ხაზი, რომელიც არის შედარებით დაბა კალორიული ძეხვეული და ამ ვიდეოში გამოყენებული ორივე მორტადება იქნება ამ ხაზიდან. ეხლა კი გადავიდეთ მესამე სენდვიჩზე. დაგჭირდება კამპოფრიოს ინდაურის მორტადელა, რომელიც არის დიეტური, კამპოფრიოს სალამი, მარწვის ჯემი, ფეტა და ჩაბატა. გავჭირთ ჩაბატა, წაუსვათ ფეტა. ასე წაუსვათ მეორე მხრიდან მარწვის ჯემი. და დავუმატოთ ჩვენი კარამელიზირებული ხახვი ისევ. დავადოთ მორტადელა ინდაურის და დავადოთ სალამი. ეს დავაფაროთ ახლა თავზე და შევუშვათ გასახუხად. და ესე ჩვენი ინდაურის სენდვიჩი. გავსინჯოთ როგორი იქნება. ზოგადად ახლა ხდება მე ძალიან მიყვარს ტკბილი სენდვიჩები და ვისაც ექსპერიმენტები გიყვართ, ვფიქრობ, რომ ეს სენდვიჩები უნდა ცადოთ. ეს წესე იმედია ისიამოვნებთ დღევანდელი ეპიზოდით და იმედია მოგეწონათ დღევანდელი ჩვენი კამპოფრიოს სენდვიჩები და თუ აქამდე მოხვედით და უყურეთ აქამდე ჩემს ვიდეოს და მოგეწონათ რა თქმა უნდა, გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი, რომ ერთად დავაშენოთ სუფრის კოძის პატარა კიბერსოფელი. ეხლა კი დაგემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე. Bye!